როგორია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა? არის თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი საარსებო წყაროები? რას აკეთებს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი მათ დასახმარებლად? გაიგეთ გადაცემაში თანამშრომლობა პოზიტიური ცვლილებებისთვის. ყოველი თვის მეორე შაბათს გვისმინეთ და ჩაერთეთ რადიო ათინათის გადაცემაში FM 105.9-ზე. რეკლამა ათინათის ეთერში 22 105.9. როგორია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა? არის თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი საარსებო წყაროები? რას აკეთებს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი მათ დასახმარებლად? გაიგეთ გადაცემაში თანამშრომლობა პოზიტიური ცვლილებებისთვის. ყოველი თვის მეორე შაბათს გვისმინეთ და ჩაერთეთ რადიო ათინათის გადაცემაში FM 105.9-ზე. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს რადიო ათინათის ეთერში გადის გადაცემა თანამშრომლობა პოზიტიური ცვლილებებისათვის. მე ამ გადაცემის სამყარო გახლავართ არჩილ თოდუა. მოგესალმებით, რომ ეს გადაცემა გადის ყოველი თვის მეორე შაბათ დღეს და იგი იმართება პროექტის Live Georgia-ს ფარგლებში, რომლის დონორის არის ევროკავშირი პროექტი შიდა ქართლსა და სამეგრელოს ტერიტორიაზე. ორგანიზაციათა კონსორციუმი ახორციელებს. დღეს ჩვენს გადაცემაში ჩვენ არ გვყავს სტუმარი, თუმცა მე ვეცდები ინფორმაცია მოგაწოდოთ დევნილთა განსახლების იმ საკითხებზე, რომელიც ძალიან აქტუალური და პრობლემატურია როგორც სამეგრელოს ზემოსვანეთის, ასევე შიდა ქართლის ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ ქალაქ ზუგდიდში დაასრულა დევნილთა განსახლების პროცესი ერთ-ერთ ახლად აშენებულ კომპაქტური განსახლების ობიექტში, სადაც დაახლოებით 360-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ბინა, თუმცა ეს არ არის, რა თქმა უნდა, იმ ძიმე პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა, რაც დიდი ხანია აწუხებს როგორც შიდა ქართლის, ასევე სამეგრელოს ზემოსვანეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს. მიუხედავად იმისა, რომ როგორც საქართველოს მთავრობა, ასევე დევნილთა სამინისტრო, ასევე ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია უკვე აქტიურად ზრუნავენ განსახლების პრობლემის მოგვარებაზე, კვლავ პრობლემად რჩება ეს საკითხი, იმიტომ რომ მხოლოდ 2013 წლის მონაცემებით საქართველოში დაახლოებით 250,000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია და ჯერჯერობით მათი განსახლების ეს საკითხი ბოლომდე არ არის მიყვანილი. იძულებით გადაადგილებულ პირთა უდიდესი ნაწილისათვის მძიმე საცხოვრებელი პირობები და საცხოვრებელი ფართის არ ქონა სწორედ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. დღემდე არის ესეთი კოლექტიური ცენტრები, რომლებიც არათუ საცხოვრებლად მინიმალურ სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, არამედ იქ ცხოვრება ერთგვარად საშიშის წყიარი ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მსგავსი კოლექტიური ცენტრების შესახებ არაერთხელ თქმულა 2012, 2013, 2014 წლების მიერ სახალხო დამცველის ანგარიშში და ხაზი გაესვა სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ კვლევებშიაც. მართალია გარკვეულწილად მიმდინარეობს მთელი ამ პრობლემების გადაჭრის პროცესი, თუმცა კვლავ აქტუალური და პრობლემატური რჩება იმ ასეულობით ათობით ათასი დევნილის პრობლემები, რომლებიც დღემდე რჩებიან კომპაქტური განსახლების ობიექტებში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის ის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომლებიც დევნილთა ოჯახების წინაშე დგას. კვლავ პრობლემა რჩება დევნილთა ინფორმირებულობის დაბალი ხარისხი, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სფეროში მიმდინარე მოვლენებზე. მე ახლა შევეხები განსახლების პრობლემებს, როგორც შიდა ქართლის, ასევე სამეგრელოს ზემოსვანეთის ტერიტორიაზე. მოდით დავიწყებ მე შიდა ქართლის ტერიტორიაში არსებული სიტუაციით. დღემდე არის ამ შიდა ქართლის ტერიტორიაზე, როგორც გორის, ასევე ხაშურის, ასევე სხვა მუნიციპალიტეტებში რამდენიმე კომპაქტური განსახლების ობიექტი, რომლებიც დაუყოვნებლივ რეაბილიტირებას საჭიროებენ, ან დგას საჭიროება იმისა, რომ იძულებით გადაადგილებული პირები გაიყვანონ ამ დასახლებებიდან. ესეთი შეიძლება იყოს მაგალითად გორში სისხლის გადაცემის ყოფილი ცენტრი, რომელიც დღემდე უძმეს მდგომარეობაში იმყოფება, მან არის ანტისანიტარია, მწყობრიდან არის გამოსული წყალმომარაგების სისტემა. მსგავსი მდგომარეობა გორის ყოფილი პოლიკლინიკის შენობაში. დევნილთა საცხოვრებელი პირობები აქაც მძიმეა და სასწრაფოდ საჭიროებს გარკვეულ რეაგირებას. უხარისხო რეაბილიტაციის ნათელი მაგალითებია მაგალითად გორის ნომერ 1 საბინაო ტრესტის შენობაში, გორის სტუდბინის და ყოფილი მუსიკალური სკოლის შენობებში. დევნილთა საცხოვრებელი ფართის რეაბილიტაციის პროცესში აუცილებელია, რომ სამინისტრომ უზრუნველყოს სარეაბილიტაციო სტანდარტების დაცვა, სამინისტრომ უნდა განახორციელოს ზედამხედველობა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესზე და კომპანიებისაგან მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სარეაბილიტაციო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდება და ჩვენ გვაქვს ამის ძალიან ბევრი
ბევრი მაგალითი, როგორც შიდა ქართლის, ასევე სამეგრელოს ზემოწმენდის ტერიტორიაზე. საკმაოდ მძიმე ვითარებაა, მაგალითად შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სანატორიუმ სურამის ვერკოულში, სადაც აფხაზიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან ჩასახლებული. შენობა შეიძლება ითქვას, რომ არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და ასეთივე მძიმე მდგომარეობაში არიან იგივე ხაშურში ყოფილი ნარკოლოგიური კომბინატის პოლიკლინიკაში ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირები, მძიმე მდგომარეობა ასევე სანატორიუმ ქართლი 96-ში ჩასახლებული დევნილებისათვის კორპუსი ავარიულია, შეიძლება ითქვას, რომ იგი არ ექვემდებარება რეაბილიტაციას, ხშირ შემთხვევაში წყალი დგება სარდაფში და მნიშვნელოვნად აზიანებს შენობას და არის ანტისანიტარიის გამომწვევი მიზეზი. შიდა ქართლის ტერიტორიაზე გარდა დევნილთა განსახლებისა პრობლემად რჩება იმ ადამიანთა უსაფრთხოების საკითხი, რომლებიც ცხოვრობენ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებულ სოფლებში. მოგეხსენებათ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ საზღვარი რამდენიმე კილომეტრით იქნა გადმოწეული, ეგრეთ წოდებული საზღვარი და მთელი რიგი პრობლემები შეექმნა სოფლების დიცის, ქორდის, მერეთის, გუტიანთკარის, ნიქოზის, სემონიქოზის, ჯარიაშენის და არისა და სხვათა მოსახლეობას. ამ სოფლებში პრობლემას წარმოადგენს სარწყავი არხების სისტემა, გარკვეულ სოფელში ეს პრობლემა წლების მანძილზე გადაიჭრა, თუმცა მას მერე რაც 2012 წელს ოსურმა მხარემ ჩაკეტა საზღვარი, ძალიან ბევრი მოსახლისათვის სახნავს ათესი მიწებისა თუ ხეხილების მორწყვის სისტემა პრობლემად რჩება, ამავდროულად მათ პრობლემად რჩება ამ შემდგომ უკვე მოწეული მოსავლის გატანისა და რეალიზაციის საკითხი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზღვის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის უსაფრთხოებისა და გადაადგილების საკითხები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ოსური მხარე, ასევე რუსული საოკუპაციო ჯარები იჭერენ ეგრეთ წოდებული საზღვის გადაკვეთის ბრალდებით ამ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას და შემდგომ უკვე მათ სოლიდური თანხის გათავისუფლების ან გარკვეული მოლაპარაკებების შემდგომ რამდენიმე თვის ან წლის შემდგომ ათავისუფლებენ. ძალიან ბევრმა მოსახლემ, მაგალითად სოფელ ჯარიაშენში, ეგრეთ წოდებული საზღვის გადმოწევის შედეგად დაკარგა სახნავს ათესი მიწები. მაგალითად შეიძლება ვთქვათ, რომ ჯარიაშენის შემთხვევაში ადგილი აქვს დაახლოებით დაზარალდა დაახლოებით 30-მდე ოჯახი და ეს მაშინ როდესაც ეს მიწის ნაკვეთები წარმოადგენდა სწორედ ამ ოჯახებისათვის შემოსავლის ერთადერთ წყაროს. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ამ სოფლების მოსახლეობისათვის რამდენიმე ათეული ოჯახისათვის ჩაიკეტა სასაფლაოამდე მისასვლელი გზებით და ჩვენ ვიცით, რომ ოსურმა მხარემ სწორედ სააღდგომოდ ჩაკეტა საზღვარიც და სააღდგომოდ მოსახლეობას ფაქტობრივად აეკრძალა სასაფლაოზე მისვლის შესაძლებლობაც. სწორედ ეს საკითხები წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანს და პრობლემატურს, რომლის გადაწყვეტაც არ არის მხოლოდ ქართულ მხარეზე დამოკიდებული და რომლის გადაწყვეტაც დამოკიდებულია ხშირ შემთხვევაში საერთაშორისო პოლიტიკურ ურთიერთობებზე და მოლაპარაკებებზე ქართულ და რუსულ მხარეებს შორის, თუმცა უმთავრეს პრობლემად ეგრეთ წოდებული საზღვრის გამყოფი ტერიტორიის მიმდებარე სოფლებისათვის რჩება მაინც მოსახლეობის უსაფრთხოების, მათი გადაადგილების და მათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე წვდომის საკითხები. ცალკე პრობლემა, რა თქმა უნდა, იძულებით გადაადგილებული პირთა განსახლების პრობლემა და მე გადაცემის დასაწყისში ჩამოთვალე რამდენიმე კომპაქტური განსახლების ობიექტი, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას, განახლებას ან დევნილთა განსახლებას ამ ობიექტიდან. მართალია ეს საკითხი ნელ-ნელა გვარდება, თუმცა პარალელურად ჩვენ ძალიან ბევრი ოჯახი გრჩება ისეთი, რომლებსაც დღემდე ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევს ყოფნა. იდენტური მდგომარეობა შეიძლება ითქვას სამეგრელოს ზემოწმენდის ტერიტორიაზე, თუმცა აქ უფრო ნაკლები პრობლემები გვაქვს ჩვენ მოსახლეობის უსაფრთხოების კუთხით, თუმცა არიან ძალიან ბევრი კომპაქტური განსახლების ობიექტი, რომლებიც დაუყოვნებლივ განახლებას, რეაბილიტაციას საჭიროებენ, ან დგას ეჭიროება იმისა, რომ დევნილები გაიყვანონ ამ ცენტრებიდან. მე მოგახსენებთ რამდენიმე კომპაქტური განსახლების ობიექტის შესახებ სამეგრელოს ზემოწმენდის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტების მიხედვით, კერძო ზუგდიდის, სენაკის, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებული კომპაქტური განსახლების ობიექტების შესახებ, თუმცა თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ამ 4 მუნიციპალიტეტში დღეისათვის დაახლოებით 400-მდე კომპაქტური განსახლების ობიექტია, რომელთა რეაბილიტაცია განახლებაზე სახელმწიფოსა და არასამთავრობო დონორი ორგანიზაციების მიერ წლების მანძილზე დაახლოებით 2007 წლიდან დღემდე 40 მილიონ ლარზე მეტი იქნა დახარჯული. გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე, რომ რამდენიმე დღის წინ მოხდა უკვე ბინების გადაცემა ახლად დაშენებული კომპაქტურ ცენტრი დევნილებისათვის, თუმცა პრობლემად რჩება კვლავ ის, რომ რამდენიმე ასეულობით ოჯახს უწევს კვლავ მძიმე მდგომარეობაში ცხოვრება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი დევნილთა განსახლების ობიექტი ჩვენ გვაქვს ქალაქ ზუგდიდში, ეგრეთ
წოდებული ფაიფურის დასახლების ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე პუნქტად შეიძლება დავყოთ კომპაქტური განსახლების ობიექტები. ერთ-ერთი ასეთი არის ეგრეთ წოდებული კარავის კოლექტიური ცენტრი, რომელიც ზუგდიდში ფაიფურის დასახლებაში ყოფილი საკოლმეურნეო ბაზრის შენობაში მდებარეობს. ცენტრში ცხოვრობენ აფხაზეთიდან იზოლებით გადაადგილებული პირები უკვე 1994 წლიდან და რაიმე სახის სრულყოფილიარეაბილიტაციო სამუშაოები ამ კომპაქტური განსახლების ობიექტს დღემდე არ ჩატარებია. რამდენიმე ათეული დევნილ ოჯახთან ერთად ამ ცენტრში ცხოვრობს 2 ადგილობრივი ოჯახიც. შენობის ფიზიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ამორტიზებულია სახურავი, წვიმისას როგორც ადგილობრივ მოსახლეობამ ჩვენ მოგვაწოდა ინფორმაცია, ანუ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებმა მოსახლეობამ ადვილად აღწევს წყალი ოთახებში. გაუმართავია საკანალიზაციო სისტემა და ხშირ შემთხვევაში ოთახების უმეტესობას ხელმისაწვდომობა აქვს ერთ საერთო საპირფარეშოსა და აბაზანაზე. განსაკუთრებულად მძიმეა, რა თქმა უნდა, მდგომარეობა შენობების პირველ სართულზე, სადაც წვიმის დროს რამდენიმე ოთახი იტბორება კიდევაც. ძილობით გადაადგილებულ პირთა რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს კარავის დასახლების მიმდებარედ არსებულ 2 სართულიან შენობაში, რომელსაც მართალია შენობის სახურავი გადახურულია, თუმცა არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო რამდენიმე ოჯახი იძულებული გახდა დაეტოვებინა ის ადგილი საცხოვრებლად. აქ ცხოვრებთა ძალიან დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არის სოციალურად დაუცველი, მათ ისინი სარგებლობენ საერთოსველი წერტილით, რომლებიც შენობის უკანა ტერიტორიაზე მდებარე ეზოშია განთავსებული. ადგილობრივების განცხადებით, მათ ძალიან ბევრჯერ მიმართეს სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო უწყებებს დახმარების თხოვნით, თუმცა სრული დახმარება მათ ჯერჯერობით არ მიიღიათ. მართალია რამდენიმე ოჯახმა უკვე მიიღო ახალი ბინა ზუგდიდში, ახლად აშენებულ კორპუსში, თუმცა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც რჩებიან ამ საცხოვრებელ სახლებში, კვლავ მძიმე არის. იდენტური მდგომარეობა მიმდებარედ არსებულ კოლექტიურ ცენტრში, რომელიც ყოფილი სტამბის შენობაშია განთავსებული, აქაც რამდენიმე ათეული ოჯახი ცხოვრობს, ასევე არიან ადგილობრივებიც. შენობის სახურავი მოშლილია, წვიმისას წყალი ადვილად აღწევს ოთახებში. როგორც წესი, ოჯახების დიდი ნაწილი ძალიან მცირე ფართი უკავია, რომელიც თხელი ფიცრებით არის ერთმანეთისგან გამოყოფილი. და ასევე დაზიანებულია როგორც ფანჯრები, ასევე შენობაში შესასვლელი, კარები და ცენტრის მოცხოვრებთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ეგრეთ წოდებული საბოსტნე მიწები, რითაც შეძლებენ ისინი თუნდაც მცირედი ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ძალიან დიდი კომპაქტური განსახლების ობიექტი მდებარეობს ზუგდიდში, ეგრეთ წოდებულ ხორავას ქუჩაზე, ეგრეთ წოდებული კომბინატის დასახლებაში, რომელსაც 2009 წელს მართალია ჩაუტარდა რეაბილიტაცია, თუმცა დღემდე რჩება პრობლემა და აქ არსებული წყალმარაგებისა და საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის საკითხი. წყალი ხშირ შემთხვევაში არ მიეწოდება მოსახლეობას, კანალიზაციაც დაზიანებულია, მოუგვარებელია ეს საკითხი, ფეკალური მასა ხშირ შემთხვევაში გარეთ ჟონავს, რაც განსაკუთრებით ზაფხულში იწვევს ანტისანიტარიასა და მდგას მძიმე სუნი და იმედოვნებთ, რომ წელს უკვე ზუგდიდში ვიცით, რომ იწყება საკანალიზაციო და წყალმარაგების სისტემის აღდგენის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც მოიცავს მთელი ქალაქის მასშტაბით როგორც წყალმარაგების, ასევე წყალანირიდების სისტემის რეაბილიტაციას და იმედია ამ პროექტის ნაწილი იქნება სწორედ ამ ხორავას ქუჩაზე არსებული კოლექტიური ცენტრის მაცხოვრებელთა წინაშე მდგარი პრობლემის მოგვარებაც. ძალიან დიდი კომპაქტური განსახლების ობიექტი მდებარეობს ზუგდიდში, ასევე კომბინატის დასახლებაში, ეგრეთ წოდებული ვექტორის დასახლება, რომელიც ქალაქის ცენტრისაგან დაახლოებით 3 კილომეტრით არის დაშორებული. ვექტორის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმაც მიიღეს ბინები ახლად აშენებულ კორპუსში, თუმცა ძალიან მძიმე მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება იმ ადამიანებს, ვინც რჩებიან კვლავ ამ დევნილთა განსახლების ობიექტში. ამ დასახლებაში დაახლოებით 5 საცხოვრებელი სახლი დგას და 5-ვე საცხოვრებელ სახლში იდენტური პრობლემებია, დაზიანებულია სახურავი, ამორტიზებულია კედლები და იატაკი, წყალი მხოლოდ რამდენიმე ათეულ ოჯახს მიეწოდება, რადგანაც მაგალითად 5 სართულიანი შენობის მხოლოდ პირველი 3 სართული მარაგდება წყლით, დასახლებაში მოუწესრიგებელია კანალიზაცია და ფართის სიმცირის გამო სამზარეულო და საპირფარეშოები, როგორც წესი, დევნილ ოჯახებს შენობის კორიდორებში აქვთ მოწყობილი. დასახლების მაცხოვრებელთა უმრავლესობა სხვა კოლექტიური ცენტრების მაცხოვრებელთა მსგავსად უმუშევარია და მათი ძირითადი შემოსავალი დევნილთა ან სოციალური დახმარებებია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები კი, როგორც გამოკითხვა გვიჩვენა, დაახლოებით 15-მდე ოჯახს აქვს რამდენიმე კორპუსის სახურავი 2006 წელს შეკეთდა ფედერაცია გადავარჩინოთ ბავშვებისა და ეროვნული ფონდი ერანის მიერ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდის დაფინანსებით, თუმცა მაცხოვრებელთა განცხადებით თავის დროზე ამ ორგანიზაციების მიერ
სამუშაოები უხარისხოდ იქნა შესრულებული და შედეგად წვიმა ადვილად აღწევს ოთახებში, შედეგად მაღალია ნესტის დონეც. ძალიან მძიმეა მდგომარეობა ზუგდიდში, სოფელ ჭიტაწყარში უნარიის დასახლებაში არსებული კოლექტიური განსახლების ობიექტში, აქ რამდენიმე ათეული კორპუსი დგას, სადაც ადგილობრივებთან ერთად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები. მოსახლეობას არ აქვს ცდომა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაზიანებულია შენობის კედლები, სახურავი, იატაკი, თუმცა კარგი და პოზიტიური შედეგი გვაქვს ამ კუთხით ის, რომ მუნიციპალიტეტმა მოიპოვა გარკვეული დაფინანსება და 2015-16-17 წლებში ყოველწლიურად 300,000 ლარი დაიხარჯება აქ არსებული კორპუსების რეაბილიტაციისა და განახლებისათვის. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უნარიის დასახლებაში მცხოვრებმა რამდენიმე იძულებით გადაადგილებულ პირმა უკვე მიიღო საცხოვრებელი ბინა ახლა დაშენებულ კორპუსში, რომელიც ქალაქ ზუგდიდში მდებარეობს. ასევე ვიცით, რომ უახლოეს ხანებში დაიწყება რამდენიმე ასეულ ოჯახზე გათვლილი კომპაქტური განსახლების ობიექტის შენებლობა ასევე ზუგდიდის ტერიტორიაზე და იმედია ამ კოლექტიური ცენტრების მაცხოვრებელთა უმეტესი ნაწილი დაკმაყოფილდება ახალი საცხოვრებელი ბინებით. ძალიან მძიმე მდგომარეობაა არა მარტო ზუგდიდში, არამედ სხვა მუნიციპალიტეტებში არსებული კოლექტიური განსახლების ობიექტებში, მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ წალენჯიხა, ეგრეთ წოდებული ზღვაიას დასახლება, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის წალენჯიხის გზაზე და ეს წარმოადგენს ყოფილი საბჭოთა პერიოდში აქ იყო ჩაის გადასამუშავებელი ფაბრიკა და ის წარმოადგენდა სწორედ ამ ფაბრიკის მუშათა დასახლებას. აქ დღეს დაახლოებით 20-მდე იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახი ცხოვრობს. სულ არის დაახლოებით 16 კორპუსი, რომელთა დიდი ნაწილი ამორტიზებულია და რემონტს საჭიროებენ. 2013 წელს რამდენიმე კორპუსი გადაიხურა, თუმცა 3 კორპუსში ჯერაც არ არის სახურავი შეცვლილი და დასახელების მაცხოვრებელთა განცხადებით ამ კორპუსში მართალი არ ცხოვრობს ბევრი, მხოლოდ ცხოვრობენ თითო ოჯახი, თუმცა რა თქმა უნდა ისინიც საჭიროებენ გადახურვას და რეაბილიტაციას და რაც მთავარია არ არის მოწესრიგებული კანალიზაციის სისტემა, რაც არა მარტო ამ დასახლების, არამედ სხვა დასახლებებისათვის ძალიან რთულ და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. წალენჯიხაში ასევე მდებარეობს ძალიან ცნობილი კომპაქტური განსახლების ობიექტი, ეს არის ფოცხოეწერში. ფოცხოეწერის დასახლება საბჭოთა პერიოდში ენგურჰესის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების საცხოვრებელ ტერიტორიას წარმოადგენდა და იგი მდებარეობს ენგურჰესის კაშხლიდან რამდენიმე ასეულ მეტრში. ფოცხოეწერში ამჟამად იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად ცხოვრობენ ადგილობრივი მოსახლეობაც, მათ შორის არიან ისინი, ვინც 2010 წელს თბილისიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობებიდან გამოასახლეს და ჩამოასახლეს ამ კომპაქტური განსახლების ობიექტში. კორპუსების უმრავლესობა რა თქმა უნდა რეაბილიტირებულია, ძირითადად პრობლემად გირჩება დასაქმების დაბალი დონე, მოსახლეობას არ აქვს სახნავ-სათესი მიწები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოსაყვანად, ასევე მცხოვრებთა თქმით დასახლება კლდოვან ქანებზეა აშენებული, მიწა ქვაღორღიანია დანესტიანებული, შესაბამისად მისი დამუშავებაც შეუძლებელია. ფოცხოეწერის დასახლება ასევე ძალიან ახლოს მდებარეობს, როგორც აღნიშნე, ენგურჰესთან და ხშირ შემთხვევაში სწორედ კაშხალთან ახლო მდებარეობა განაპირობებს აქ არსებული ძალიან მძიმე ამინდს, ხშირ შემთხვევაში თითქმის ყოველდღიურად არის ქარი, არის ნესტის მაღალი დონე, რაც რა თქმა უნდა უარყოფითად მოქმედებს აქ ცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობაზე. დასახლების მაცხოვრებლებისათვის არ არის გამოყოფილი ტყე-კაფეები, დახმარების სახით მიღებული შეშაკი, როგორც წესი, არ არის ზამთრის პერიოდში გასათბობად საკმარისი. გარემოს სამყაროს ფოცხოეწერი მხოლოდ ერთი სამარშრუტო ტაქსით უკავშირდება, რომელიც კვირაში რამდენჯერმე ახორციელებს ეგრეთ წოდებულ რეის ფოცხოეწერი წალენჯიხას ზუგდიდის მიმართულებით. მგზავრობაც როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს საკმაოდ ძვირი უჯდებათ და მათ ერთ გზაზე დაახლოებით 5 ლარის გადახდა უწევთ, რაც ზოგადად არსებული მძიმე სოციალური ფონის პირობებზე საკმაოდ რთულ და პრობლემას წარმოადგენს ამ ადამიანებისათვის. და სწორედ ამ პრობლემების გამო ძალიან ბევრმა ოჯახმა უკვე დატოვა ფოცხოეწერი საცხოვრებლად და ისინი ან სხვა ქალაქებში დაბრუნდნენ საცხოვრებლად და იქირავეს იქ საცხოვრებელი სახლები, ან გადასახლდნენ უკვე სხვა კომპაქტური განსახლების ობიექტებში. ძალიან მძიმე მდგომარეობა სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე კომპაქტური განსახლების ობიექტში, კერძოდ ეგრეთ წოდებული მენჯის დასახლებაში. ეს არის ყოფილი სანატორიუმის შენობა, სადაც 70-მდე იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახია განსახლებული. 8 სართულიანი შენობა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, შუა და ამოშლილი სახურავი, რის გამოც შენობას მერვე სართულზე ცხოვრება თითქმის შეუძლებელია. დაზიანებულია სართულებს შორის გადახურვის სისტემა, რის გამოც
წყალი ხშირ შემთხვევაში არა მარტო მერვე სართულზე, არამედ უფრო დაბალ სართულებამდეც აღწევს. დაზიანებულია წყალმარაგების სისტემა, ასევე დაზიანებული არის საკანალიზაციო სისტემა და შენობაში დაგროვილი და მოხმარებული წყლისა თუ დაგროვილი ფეკალდური მასა ხშირ შემთხვევაში შენობის ქვედა სართულებზე და ფასადზე გროვდება, რაც თავისთავად ანტისანიტარიის განმაპირობებელი მიზეზია. პრობლემას წარმოადგენს ამ დასახლებების მაცხოვრებლებისათვის ასევე ის, რომ მათ ძალიან დაბალი წვდომა აქვთ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, როგორც ჩვენ მათ გვითხრეს, დაახლოებით 28 ოჯახს აქვს მხოლოდ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, მიმდებარედ არსებულ სოფლების, სხვა დანარჩენი კი ძირითადად სოციალური ან დევნილთა დახმარებით ირჩენს თავს. იდენტური პრობლემებია ყოფილი ბავშვთა სანატორიუმის ნომერ 1 კორპუსში, რომელსაც განსხვავებით მიმდებარე მდგარი სხვა საცხოვრებლებისაგან სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. 5 სართულიან შენობაში იძულებით გადაადგილულ პირთა დაახლოებით 15 ოჯახი ცხოვრობს, მოშლილია წყალმარაგების და წყალანირების სისტემა, შესაძლებელია სახურავი და მაცხოვრებლების ინფორმაციით ასევე არის დავუშვათ რამდენიმე თავისუფალი ფართი, თუნდაც სხვა კოლექტიურ ცენტრებში, მათ შორის ყოფილი სამხედრო დასახლების შენობებში და ისინი მოითხოვენ, რომ ან გაასახლონ ის ადამიანები ამ შენობებში, ან მათ მისცენ უკვე ახლა დაშენებული ბინები სხვა რომელიმე კომპაქტური განსახლების ობიექტში. რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს ხობში, ეგრეთ წოდებული შარაგზამშენის დასახლებაში. აქ არიან ძირითადად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. ისინი ცხოვრობენ ამ დასახლებაში 1993 წლიდან და ეს შენობა ამორტიზებულია და იგი რეაბილიტაციას, განახლებას საჭიროებს, მაგაც პრობლემას წარმოადგენს როგორც წყალმარაგების, ასევე საკანალიზაციო სისტემის არარსებობა. ეს არის ჩამონათვალი ნაწილი იმ კომპაქტური განსახლების ობიექტებისა, რომლებიც ამიგლოზემის სვანეთის ტერიტორიაზე საჭიროებენ განახლებას, რეაბილიტაციას. მე გადაცემის დასაწყისში ვისაუბრე შიდა ქართლის ტერიტორიაზე არსებული კომპაქტური განსახლების ობიექტებზე, იმ განსახლების ობიექტებზე, რომლებიც ძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან, ადამიანებსაც უნდა დაუკმაყოფილდეთ ის ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, რაც აუცილებელია ადამიანთა ჯანსაღი ნორმალური ცხოვრებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ, ასევე იმ ორგანიზაციებმა, ვინც მუშაობენ იძულებით გადაადგილულ პირთა პრობლემებზე, კოლექტიური განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილების ბინების დაკმაყოფილების პარალელურად იზრუნონ მათი საარსებო წყაროებით მომარაგებაზე, საჭირო სოციალური თუ სამედიცინო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაზე, როგორც მაგალითად სკოლა, დასაქმება, ტრანსპორტი, სამედიცინო დახმარება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კომპაქტური განსახლების ობიექტი მდებარეობს მაგალითად სოფლებში, მოშორებით ადმინისტრაციული ცენტრებისაგან და შესაბამისად იძულებით გადაადგილულ პირებს ძალიან ცუდი წვდომა აქვთ ამბულატორიებზე, სკოლებზე, საბავშვო ბაღებზე და ასე შემდეგ. ფიქრობ, რომ დღეს მსმენელებს მოგაწოდეთ მეტნაკლებად ამომწურავი ინფორმაცია იმ რამდენიმე ათეული კომპაქტური განსახლების ობიექტის შესახებ, სადაც მდგომარეობა საკმაოდ მძიმე არის. ვიმეც რომ ძალიან რთული არის ერთბაშად მთელი ამ პრობლემების მოგვარება, იმიტომ რომ ძალიან ძვირიჯდება ეს ყველაფერი და სახელმწიფოს ფინანსური რესურსები, რა თქმა უნდა, არის მეტად შეზღუდული, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის მდგომარეობაც, ის სიტუაციაც, რომ ამ ადამიანებს უკვე რამდენიმე ათეული წელია უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ ყოფნა და არსებობს საჭიროება იმისა, რომ მათ დაუყოვნებლივ მოუგვარდეთ ყველა ის პრობლემა, რაც უკვე წლებია აწუხებთ და რის შესახებაც ინფორმაცია თითქმის ყველა უწყებამ, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, სრულყოფილად იცის და ფლობენ ისინი ამ ინფორმაციას. მე ამით დაგემშვიდობებით, ვფიქრობ, რომ მსმენელებს კიდევ ერთხელ ვამარტო, რომ სრულყოფილად მივაწოდეთ ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რაც აწუხებთ როგორც შიდა ქართლის, ასევე სამეგლოსემის სვანეთის ტერიტორიაზე არსებული კომპაქტური განსახლების ობიექტებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირებს და კიდევ ერთხელ გამოვთქვი იმედს, რომ მათ ეს პრობლემები უახლოეს ხანებში მოუგვარდებათ. შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა თანამშრომლობა პოზიტიური ცვლილებებისათვის, რომელიც ხორციელდება პროექტის Life Georgia's პარკლებში, პროექტს Life Georgia's კი შიდა ქართლისა და სამეგლოზემის სვანეთის ტერიტორიაზე ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს ორგანიზაციათა კონსორციუმი. მე ამ გადაცემის სამყარო გახლავართ არჩილ თოდო, ამ გადაცემის მოსმენის შესაძლებლობა კი ექნებათ რადიო თრიალეთის მსმენელებსაც შიდა ქართლის ტერიტორიაზე. კარგად ბრძანდებოდეთ. როგორია იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა? არის თუ არა მათთვის ხელმისაწვდომი საარსებო წყაროები? რას აკეთებს ხელისუფლება და სამოქალაქო სექტორი მათ დასახმარებლად? გაიგეთ გადაცემაში თანამშრომლობა პოზიტიური ცვლილებებისთვის.
ყოველი თვის მეორე შაბათს. გვისმინეთ და ჩაერთეთ რადიო ათინათის გადაცემაში FM 105.9-ზე.